ივანიშვილმა აბას თუმნის თავზე ცა დაკეტა ამის შესახებ რადიო თავისუფლება წყაროებზე და ყრდნობით წერს. დღეიდან ძალაში შევიდა მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცის სტრუქტურას ცვლის და დაბის გარშემო 52 კილომეტრის დიამეტრზე საავიაციო ტრანსპორტის მოძრაობას ზღუდავს. ოფიციალური განმარტებით გადაწყვეტილება ასტროფიზიკური ობსერვატორიის საჭიროებებს უკავშირდება, თუმცა რადიო თავისუფლების ინფორმაციის ჩაკეტვა ივანიშვილის მოთხოვნა იყო. მას კურორტზე საოჯახო რეზიდენცია აქვს მოწყობილი. იმედის შემდეგ რუხაძემ ლიბერთი ბანკიც გაყიდა. კომპანია ბაზის ბანკმა შეიძინა და ლიბერთი ბანკის თითქმის 96%-ის მფლობელი გახდა. ირაკლი რუხაძემ ლიბერთი ბანკის გაყიდვის სურვილი ოფიციალურად 2025 წელს გამოთქვა. იმედი კი ბრიტანულ სანქციებამდე ცოტა ხნით ადრე 1000 ლარად გაყიდა. თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე გააუპატიურეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 38 წლის ბრალდებულმა 30 წლის დაზარალებულზე ჯერ ფიზიკურად იძალა და შემდეგ კი მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი. კაცი დაკავებულია, მას 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რუსეთმა 2024 წელს აზერბაიჯანული ლაინერის ჩამოგდება აღიარა და დაზარალებულებს კომპენსაციას გადაუხდის. რუსეთსა და აზერბაიჯანის მხარემ ამის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. თვითმფრინავი ყაზახეთში რუსული სამხედრო იერიშის შემდეგ ჩამოვარდა. შემთხვევას ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 სიცოცხლე ემსხვერპლა.